Salvăm piciorul cu vrut arăscutare și ce mi gordi pirate consultații veri spațiandă na hot ce am etapele stuisaris da ikneba ვიღაცა ძალიან ჭკვიანის როლს გაგითამაშებთ აქ, მაგრამ ეს არ არის პროფესიონალი, შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა ომე, კაცო ბლატები, მაგდა, ხალხი და რაღაცა დაგიწყოთ, მაგრამ არ აქვს სინამდვილეში ამ ხელა ისა. ჭკვიანის როლს თამაშობს, ხო, რაღაც უნდა და რა გინდა შვილო. ნახოთ ახლა რა უნდა, რა პერსპექტივაა შენთან. Finanțe, სიყვარული ასღა. ეს ცდილობს, მოდი ასე ვთქვათ, თქვენთან რაღაცას შემოვიდეს ურთიერთობაში, მაგრამ იცოდეთ, მისი ინტერესი ფინანსებისკენ გადავა აქ. არ გაგიკვირდეთ, რომ რამე გაკარგოთ კიდეც ამ ადამიანიდან, ხო? ძალიან დიდი ენერგიას წაკართმევს, ცოტა შეიძლება მე ან მოგთხოვოთ და ესე წაკართოთ, ან შეიძლება რაღაცა მოიპაროს, უკვე მოპარვა მოდაში არ არის, ნახეთ, როგორ აკეთებენ, მიყვარხარ იგი, ჰაი და მე ხდება იქ ფული მასესხე, მე ხდება იქ მანქანა გადმომიფორმე, ბინა ვის რა აქვს მოკლედ იმის მიხედვით, ხო? ოქრო თუ გაქვთ რაღაცა ერთი წვინგიანი ბეჭედით უკეთია ქალს, იმაზე რჩებათ თვალი და ის იგი ლომბარდში დაალამბარდოს ან მობილური რა ვიცი, მოკლედ ვის რა ხო ხდებით, რაღაცა ამნაირ თემა მიფიქსირდება და თუ გაწყობ. არა და როგორ არის, იცი ის თქვენი რაღაც ტკივილი, რაც მიფიქსირდება, გააქვთ თქვენთვის და ეთყობა ვერ შედიხართ ურთიერთობაში ან რაღაცა ხდება აქ, ხო? იმედი მოგეცემათ და ფრთხილად იყავით. ფრთხილად. როგორ მივხვდეთ კიდე ეს მამაკაცი ახლა რომელია დაახლოებით რა ჯერ ერთი აქ არ არის გამორიცხული, რომ როგორ რაღაცა ხო, იმიჯი გითხართ, როგორცაც დაიკავებს, მაგრამ აქ ეს დაიკავებს კიდევ ვითომ ჩემი ოჯახი ან რელიგია რა ესეთი რაღაც იქნება. ბევრთან იქნება ეს თემა, რომ სხვაობა იქნება ძალიან დიდი თქვენ შორის. ეს თემაც არის აქ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ფარული ურთიერთობა, ფარული ნება გამომივიდა. ნახეთ, მე მგონი 90-იანებში ისე დაინფიცირდა ხალხი მაგ სერიალით, ხო, დღესაც გადმოდის ოღონდ მემკვიდრეობით. შეიძლება ფეხმძიმედ იყო ვიღაცა იმ პერიოდში. მაგ ფილმს იმდენად უყურებ და ყვარის რომ ბავშვები გრძნობენ. რავი რა ესეთნაირად მიფიქსირდება ფარულიო და აჰა. მე მაგალითად გეტყოდით რომ შორს დაიჭირეთ ამ ადამიანთან თავი, იმიტომ რომ მე ის გამოხვალთ, თქვენ გამოხვალთ, თუ არ გინდოდას თემა, მაშინ ხო შენც გინდოდა, მეც მინდოდა ხანუმჯანო. ესეთი რაღაცას მოგირტყამთ მე და მე ვიაქტიურე და მე მომეწონა ეს ქალი და ჩემი ინიციატივით შემოვიდა ურთიერთობაში და კაცი ვარ რომ ამას არ იტყვის და რა ვიცი ახლა დღეს ზოგიერთები უკვე შემომეწყებლა ასე რომ დაიბოღმებით თქვენ თავს დააკვირდით რომ ესეთი საქციელები ვინც ამოიცნო მამაკაცებმა ასე ჩანს ხო სამწუხაროა რომ მაგის აღიარება ბევრ მამაკაცს უჭირს დღეს კაცი ვარო თქვას მარტო ისე კაცი ვარ არა იქ მისი შინაარსით უნდა იყოს თორე ეხლა ის დათვსაც აქვს რაც გადავეკიდი ამ საწყალბუნჩულად დათვს მოკლედ ძაღლსა არა ჯაგლი კიდე აგერი ბიჭა შეყვარელი მყავს რა ვიცი მგელსაც აქ მელასაც აქ ტურასაც აქ ყველაფერს აქვს მოკლედ ხო იარგით რა ვიცი აი ეგ არის რჩევაში ჩემო კარგებო
ნახეთ რამდენი სიამოვნებაც იქნება, იმაზე მეტი ტკივილი იქნება და გადახლა შესაძლებელია აქ მე ვაფშე აი დეპრესია უენერგიობა ამაში ჩავარდეთ და ისთვის არის ეს მინიშნება ვის გჭირდებათ ეხლა თუ იმეს იცანი თქვენი თავი საჯარო გაშლით ნუ გამოიტანთ დასკვნას გადაამოწმეთ დიაგნოსტიკაში ოღონდ დიაგნოსტიკაში ხო ჩემო კარგებო ისთვის არის ეს გაშლი დანარჩენი რა შეეხება Facebook-ზე რო ვიდეო ავტვირთე და იქ ახლა ვერ გაიგო ანუ რას ვსაუბრობ და შემომეკამათა ცოცხალი ადამიანი ქალბატონო სამოთხეში როგორ წავა იგი ღმერთმა იცის ის ნუ ეხა ბალზე არის და ტყემას ჭამს საშკარად ვერ გაიგო ესე თუ რამეს ვერ გაიგებთ არ არის სავალდებულო იმ წუთში მიპასუხოთ და დააკომენტაროთ ხალხნო გაიარეთ გამოიარეთ ყავადალიეთ რა ვიცი გინდა ცივი გინდა ცხელი პირი არ დაიწვათ უღონდ ხო და მეორე დღეს მოისმინეთ, მესამე დღეს მოისმინეთ. თუ არ დაგაინტერესებდა და გავიწყდებათ, კი ას გახვალთ და წახვალთ თქვენ გზაზე. ესეთ ხალხს როგორ აღვიქვა, მიცი? გზაში რომ მიდის ზოგიერთი და ყოველ წუთში იფურთხება. ხან აქით, ხან იქით იფურჭება და მიდის, ესეთები არიან, ესეთი ხალხი. შეხვდებათ რაღაცა ვიდეო და იქ თუ არ მოისაქმა, ისე ვერ მიდის. ესეთი ხალხი არის მოსიარულე, რა ვიცი, ფეკალიები, მე ასე გეტყოდით. ავტომატურად რომ ბუზივით, აი ბუზი რომ მიაფრინდება, მიასკინდავს, მოაფრინდება, მოასკინდავს, თუ რა გაშვება ბუზი. ხვა ბინძურებს კაცო იმას წერდილები ხო რჩება მეღე. ბუზის მოსაქმებული და ესეთნაირი ხალხია ეს. სადაც მიბზულდებიან და არ უკვირდებიან რას გულისხმობს, რატო თქვა, რა შინაარსიდებს. მე მასწავლის ცოცხალი ადამიანი სამოთხეში რანაირად წავა. მე მიხსნის. არც თავი რო არიცი და არც ბოლო არიცი. ადამიანო. ჯერ ვინ კითხავს, რას გამოხტები? კუსავით. ერი პენალიმეს დამარტყმევიეთო. დამარტყმევიეთ კი არ არის, ეს მიმარტყმევიეთ არის უკვე. ან თავი გაიგეთ, ან ბოლო გაიგეთ, ან რაღაცა გაიგეთ, ან შინაარსი ამოიღეთ. ან მოისმინეთ მეორეჯერ, მესამეჯერ. კარგად დაიბოღმეთ, თუ იბოღმებით, კარგად რომ მოისაქმოთ, რაღაც ეს უაზრო, რა ვიცი. Facebook-ზე დავდე ვიდეო, ვინც ვერ მიხვდა ახლა რას ვიმაშვებებს, საუბრობ საჯარო მიმართვა მეთქი. ვიღაცა შემომიხდა იქ და წმენდაზე დამიწყო ჯადოს აკეთებო. ავდე ხუთი შვილი ყავდა, არა და რო შევედი მის გვერდზე. ხოდა მაგალზე საუბრობდი და აქეთ სხვა მდაბოს და რა იცი ქალბატონო ხუთი შვილი რომ ყავს რა შვაში იყო ვერ გავიგე. მე საუბრობდი სულ სხვა ადამიანზე. ხოდა ვისაც ესეთები გყავთ ხალხნო. წადით იმ თქვენ შვილებს კიდე მიხედეთ, მოუარეთ. კიდევ გააჩინეთ მეორე ხუთი შვილი. თქვენი ადგილი აქ არ არის. თქვენი ადგილი არის იქ. და გააჩინეთ მეორე ხუთი შვილი. კაი, თუ არ გინდათ, არ ინერვიულოთ, რაც ხახავთ, ისე ხზარდეთ, კაცო. აქ არის ჩემი ადგილი და მე გავაკეთებ, ამას მაცალეთ მე. ყველა მისი საქმე აკეთეთ, როდის უნდა ისწავლოთ ეს თემა ქართველებმა, არ ვიცი. ან როგორი იცლიან ამდენი ასეთი ხალხი ამის მოსასმენად. ან დროს ან რატო უნდა გაინტერესოს. ეს უნდა დაინტერესოს იმ ხალხს, რა ვიცი, ვისაც მართლა უკვე შვილები ან შორს ყავს, ან არ ყავს, ან უსაქმურია. ხუთი შვილი მყავდეს ხალხს, ნუ რავი, მე მაგალითად შვილი, ტაროსაც თავს დავანებებ შვილები რომ მყავდეს. ოჯახი მყავდეს. რა მინდა? და ხუთი შვილის დედა ვიყო. მაგაზე მეტი ბედნიერება რა გინდათ? მე რას მიყურებთ?
კი, დავანებებ თავს. რატო არ დავანებებ? ან სადმეცლება ამისთვის, ერთ დავжდი აქ და გიგითხოთ მორალი თქვენ. და რა ჩემშულები მივაწყო გვერდით და კაცოთი და ვიწყო ჭიჭყები. აი ძაღლი გაი მაშვები რა. ვაძლევ შენი აებს მოლაპარაკე. ან რატო უნდა დამაინტერესოს შვილების მომავალს რაც ხარ შეუქმნით ის ექნებათ თქვენ შვილებს. როგორადაც აღზრდით ის იქნება, რადგან ჩაუდებთ თავში. თუ ადამიანს რაღაცა მომენტალურად გადააწყდა ვიღაცას და ნახეთ, მუღამი ხანდახან არის, რომ ავტომატურად იმუხტება ადამიანი ან დადებითისკენ, ან უარყოფითისკენ, ხო? ზოგს ექიმობა უნდა ბავშვობიდან, ზოგადად მიზნად ისახავს მერე. ეს კიდე გამართლებაა, რომ იცოდეთ, მაგრამ ყველას არ უმართლებს ესე და ყველა ესე მიზანდასახული არ ხდება ბავშვობიდან, არ იცის რა უნდა. აქ ზუსტად სკოლა და მშობელი ოჯახი, ანუ ქუჩა. ზრდის ბავშვს, ზოგადად კი არა, ასე არის რომ იცოდეთ. ხო და რა ვიცი, მოკლედ. ესეთი ამბები. ნუ ხანდახან ეს ხალხი გვამხიარულებს, მე ასე ვთვლი, მეც და ჩემ გოგოებსაც რაღაცა სიახლე ხომ და შემოიტანონ, მოდი ასე მივიღოთ. მე ხოს კიდე რაღაცა სალაპარაკო მომეწეს, ახლა ჩემები ვინც არიან, წესებიც იციან ჩემთან, ყველაფერი იციან, ჩემს ლაპარაკსაც ღებულობენ, ხუმრობასაც ღებულობენ, ხანდახან სერიოზულად რომ ამბობ იმასაც ხუმრობაში ვიტარებ. ხო და უკვე როგორ აიჭი ამომწურავი არის, არ შემოდის სიახლე და ესეთი ხალხი პრინციპში სიახლის მომტანი არიან. მოკლედ, დაგემშვიდობებით. იმედია ეს ინფორმაციები გამოგადგებათ. ყოველთვის იცოდეთ, მე მაბედნიერებს თქვენი წარმატება. და თქვენ მეტად როგორ არის იცით, მეტად კაცთმოყვარე იყავით, კაცთმოყვარე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს გვერდი ზუსტად მაგას ემსახურება. ყველა ვერ წავა იმ ტაძარში, ყველას არ უნდა მოძღვრის მოსმენა, ვიღაცის რაღაცის ტარამ და საჭირო ინფორმაციას აქედან მაწვდი. ეს არის ჩემი დამხმარე ინსტრუმენტები. ვინც გაიგებს, ვინც ვერ გებულობთ, მიბრძანდით, მშვიდად, ნერვებს ნუ დაიზიანებთ, თორემ მე შეიძლება ავად გახდეთ ჯანმრთელობაზე და გაყავთ. კი არ გწყევლით კაცო, ახლა მწყევლიო ვიღაცა ეტყვის. ასე არის ეს. ნერვიულობა არ შეიძლება. დაგემშვიდობებით დროებით.